M40 M40 გამარჯობათ მეგობრებო, მსროლელებო, პნევმატიკის მოყვარულებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენ სარცი აირგან ჯორჯია. Შემოგვიერთდით, ბევრ სიახლეებს ნახავთ და პნევმატურის შესახებ რა ყველაფერს რა. მოკლედ, ჩვენ სტუმრად გვყავს ბატონი Snowpeak M40, ამ შემთხვევაში გვაქვს ორი მოდელი. ორივე არის ნახევრად ავტომატი, არის M40 და M50. განსხვავებებს გეტყვით, გაჩვენებთ შედეგებსაც, გავისვრით ფურცელზეც, ასევე გონგზეც და დავიწყოთ განხილვა. კი ბატონო. ეს არის ჩვენი M40 ამ შემთხვევაში. ჩვენი M40, ჩვენი ჯიგარი. ჩენზე ამორგებული. მოგერგო? მაგრამ მეც მომეწონა რა. ერთი რაც მინდა აღნიშნო, რომ ჩემი აზრით ეს ამხელა ვერსია ტყუილად და ამძინებს რა. კი, სამკილოზე მეტია. ანუ აქვს რაღაცა ხარვეზები, როგორც ნებისმიერ პნევმატურით აქვს, ანუ იდეალური ვარიანტი არ არსებობს. ხო, რა. FX-საც მოუძებნი რაღაც ის. კი, რაღაც არის, რომელიც შეიძლება რომ სიმართლე გითხრა, არ არის ხარვეზში და ისეთ კრიტიკულ ვარიანტში განსახილველი, მაგრამ ეს უკვე რასაც განვიხილავთ, მაგალითად ეს რელსი არის, აი პირადად ჩემი აზრი არის, მაგალითად, რომ არ ჭირდება ამხელა რელსი. თუმცა ეს გრძელი რელსი არის იმიტომ დამატებული, რომ გათვლილი არის, ვინაიდან ეს არის ნახევრად ავტომატი, შეგიძლია აქ დააყენო ღია სამიზნეები რა. შესაბამისად, მთლიანი რელსი გამოიყენეს ამაში, როგორც AR-ს აქვს, ან სხვა მსგავს კონსტრუქციის ტიპებს რა. სინამდვილეში პნევმატიკას ჩვენ არ ვიყენებთ ღია სამიზნეებით და ჩვენთვის ეს რელსი ზედმეტობაა მაგალითად რა. ასევე შალო მე ვიტყოდი, რომ ეს კონდახის რაღაც ბრიტანული სილამაზე აქვს გაკეთებული, რომელიც ჩემი აზრით ცოტა ხელი შემშლელია ბალიშზე. ბალიშზე ასეთი ფორმის საყრდენი არ ფიქსირდება და პირადად მე მაგალითად აქ დავაყენებდი პიკატინის რელს, რომელზეც დავაყენებდი მე ტიპოს. კი ბატონო. ხო, რა მინდა კიდე, ხო, მოდი განვიხილოთ რა მოყვება ზოგადად ამ თორს რა. იდეაში ბევრი სალაპარაკო აქ არაფერია, იმიტომ რომ ყველა Snowpeak სტანდარტულად მოყვება ხოლმე ისა რეზინების ნაკრები, მორინგები. მოყვება ასეთი კანჩი, რომელიც არის წინიდან მანომეტრის მოსახსნელი, ყველას მოყვება აბსოლუტურად Snowpeak-ებში, თუმცა მე მგონი უმეტესობა არ იყენებს ამას. და ასევე მოყვება მჭიდი. M40-ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 12 ტყვიანი, ზემოდან სხვა Snowpeak-ებიდან განსხვავებით დამჭვირვალე ორგმინის მაგივრად აქვს ალუმინის კარკასი, საფარი და თვითონ ეს შიგთავსები, ანუ შიდა ხვრელები არის ზედმეტობაში გაკეთებული, რომ ნახევრად ავტომატურის შემთხვევაში მიმწოდებელი დადის ინერცია, დიდი ინერციები დადის გადატენის დროს. ამ ჭირში გათვლილი არის კონუსები, სადაც ტყვია გადის, ისე რომ არ დააზიანოს მიმწოდებელი, ასევე არ დააზიანოს ტყვია და შესაბამისად ხვრელებიც ოდენავ დიდი ზომის არის რა. მორგებულია ავტომატურ სროლაზე რა. ხო, ეს თქვით და არ გჭირდება, რა მოყვება კიდე? ეს ვაფშე არ არის ამ ტიპის. ეს არის დასოსის ხუფი არის. სტოპერი რომ გასინოს ნებას თუ არა. რა შეიშალა თეთრობა. ნახლა ჩინეთია. მოკლედ, ხო, ეს რეზინების ნაკრები, რომელიც გამოიყენება, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ პნევმატიკას აქვს ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება დავარქვათ, ეს არის ჰაერის გაშვება რომელიღაცა კვანძე დახოლმე რა. და მიზეზი და ბრალეულობა არის მხოლოდ ორინდების, ანუ რეზინის სალიკები. შეიძლება გახმეს, გაფუჭდეს, ან თუნდაც ყინვაში გაიყინოს და ვეღარ დაიჭიროს წნევა და შეცვლა ხდება მარტივად უმტკივნეულოდ. სახლის პირობებში შეიძლება ოღონდ დაცლილი ბალონით, რომ მაქსიმალური უსაფრთხოება იყოს.
ეს რა არის? ბროშურა, სადაც ამ ტოპზე არაფერი არ წერია საერთოდ. დაბარა წერია ვაფშე. F60-ზე წერია PP750. ამის სხვა მოდელები არის, ეს არა ხო? ეს მოდელი არის, მაგრამ რატომ არის ეს მოდელი უნიკალური? აქედან გვაქვს ნაჩვენები, მთელი მონაცემები, ხო? მოკლედ, მოდელი M40, ლულის სიგრძე 462 მმ, 46 სმ, სადაც კალიბრი ჩვენი კანონმდებლობით სამწუხაროდ 4.5-ზე მეტის შემოტანა აკრძალულია, გაფორმება, სროლა და ასე შემდეგ 4 ნახევარზე მეტი კალიბრი აკრძალულია. რატორის გამო ეგ სხვა თემაა. რაზე მინდა რომ დავამახვილო ყურადღება რა. ამის მოდერატორი არის ძალიან პატარა რა, სულ აი ეს არის რა. დიამეტრშიც პატარა არის და სიგრძეშიც აი ესეთი მოდერატორია. და მიუხედავად ზომებისა, ძალიან მაგრად მუშაობს სტაბილურობაშიც. ასევე არ არის ხმაურიანი და აბსოლუტურად ეფექტურია რა და საკმარისი არის. ჩემი აზრით, ანუ რატო ვიძახიცი ამას, ანუ არის ხოლმე რომ გვჭირდება უფრო დიდი მოდერატორები რა, მეტი სტაბილურობისთვის და ამ შემთხვევაში აქ ვერ დააყენებს სხვა მოდერატორს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს რეზერვუართან, პლუს ეს პიკატინის რელსი უშლის და რჩება ერთადერთი ვარიანტი, რომ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს და ძალიან მაგრად მუშაობს რა, ამაზე მინდა რომ თავისუფლად ვთქვა, ჩემი აზრით, იმიტომაც მუშაობს ძალიან მაგრად, რომ ჰაერის დაახლოებით 30% რომელიც გამოდის, ისე უკამრუნდება და მექანიზმის ტენის რა. ეგეც შეიძლება სტანდარტული გაზდამტენის სისტემის ვარიანტი ხო ხდები და ეს ფაზა ყოფნის როგორც ჩანს ხმის შესახებ. კი ბატონო, და ერთი რა უნდა ვთქოდიდე. სროლის დროს ერთადერთი რა არ მომეწონა M40-ში რა. ვინაიდან ეს სალოყეზე გვიდევს ასე თავი, მჭირდის მხრიდან ამოდის ჰაერი რა. გასროლის მომენტში უტყავს ლოყას და თვალს და ცოტა დისკომფორტი შემექნა რა. მაშინ ოპტიკა უნდა მოწიო და სახე გამოწიო. ან სახე უნდა გამოწიო მაქსიმალურად უკან, ან პირიქით წინ უნდა გაწიო რა. რომ თვალში არ შედიშალოს სროლის დროს. ეს ერთი მე რაც არ მომწონა, ერთადერთი ალბათ ეს იქნებოდა ამ თვეში რა. სხვა დანარჩენი, რა ვიცი, სასხლეტი აქვს ძალიან რბილი. გადატენვის მექანიზმიც იდეალური აქვს, ისე მაგრად არის გაკეთებული, რომ ზედმეტი არაფერი არ არის გამოშვერილი სხვა თოფების განსხვავებით. ერთმანეთში ეს კაპილარული არხებით გადის დამაკავშირებელი რელსები გადამტენთან და ავტომატიკაც მუშაობს ძალიან კარგად, აი ძალიან კარგად. მე პირადად რა ვიცი, სროლით აღფრთოვანებული დავჭი დღეს რა. მიუხედავად ნახევრად ავტომატისა, შეგვიძლია მოხსნათ საბრძოლო მდგომარეობიდან ასეთ ვარიანტში. ნახევრად უნდა გადმოწიოთ გადასატენი ბერკეტი, დაუშვათ სასხლეტი და მოვწიოთ წინ. ასე ხდება ნახევრად ავტომატური მექანიზმის მოხსნა სასხლეტიდან. და კიდევ ერთი, ნახევრად ავტომატებს სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება. სროლის პროცესში თუ მჭიდი არ დაიცალა, სიტყვაზე 12 ტყვიანი მჭიდიდან ვისროლეთ 5 ტყვია, მე-6 აუცილებლად რჩება გადატენილ მდგომარეობაში. ასე რომ ლულაში უკვე გასროლის თვალი მზად მე-6 ტყვია. ასე რომ არასოდეს არ გამოგრჩეთ ეს ნიუანსი ნახევრად ავტომატურ თოფებში. ეს არის ცეცხლსასროლებშიც და იგივე არის პნევმატიკაშიც. ნახევრად ავტომატურ თოფებს ჭირდება დიდი ყურადღება მაგ შემთხვევაში. წინ დახედულებას თუ გამოიჩენთ, ისევ თქვენ წარადგებათ სხვა შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ საკუთარ თავსაც და სხვასაც და რაც შეეხება ამ თოფებს, დიდი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეწერა იმის გამო, რომ ძირითადად ჩვენ ქვეყანაში სანადირო იარაღი აქვს გლულულიანი და პროცენტულად გლულულიანში 70%-მდე ნახევრად ავტომატს ისვრის. პნევმატიკით ვინც დაინტერესდა, უმეტესობა ნახევრად ავტომატს კითხულობს რა.
ამის გამო გადავწყვეტეთ, რომ არხს ჩაგვეწერა ვიდეო. ჩვენ ვისროლეთ, ჩანაწერები გვაქვს, შედეგები გვაქვს, გაგიზიარებთ. პირადად მე არ ველოდი ესეთ შედეგებს, საერთოდ ზუსტი სროლისთვის ვინც არის მონდომებული და მომართული, არასოდეს არ იყენებს ნახევრად ავტომატებს. ეგ იმის გამო, რომ გადასატენი ბერკეტები ვიბრაციებს გამოცემს და ფურცელზე ზუსტი სროლისთვის ხელი შემშელი ფაქტორია. მაგის გამო არ ვინტერესდებით ხოლმე ჩვენ ვინც ვისვრით სპორტული ჩვენ ვინც ვისვრით სპორტული სიზუსტეებით. პრეციზიული სროლის. ხო, ვისაც ინტერესი გვაქვს, რომ პრეციზიული სროლები გავახორციელოთ. მაგრამ მიუხედავად მაგისა, დღეს პირადად მე შალო, აი გამაოცა მოდელმა მე საერთოდ არ ველოდი ამ შედეგს. სლაგი ვისროლეთ, ეხლა შეიძლება პელეტზე იმდენი სიზუსტე არ მოგწეს, იმიტომ რომ მაინც მიმწობებელი მაგრად ეჯახება ტყვიას და პელეტი თხელკაბიანია და აუცილებლად განიცდის დეფორმირებას და აი სლაგზე მაგალითად, რა ვიცი, გადააჭარბა მოლოდინებს კი არა, არც ვიფიქრებდი რომ ესეთ პატარა ჯგუფებს დადებდა რა. მიუხედავად ეხლა მაღალი ენერგეტიკა არ აქვს ამ თოფს დაახლოებით 30-32 ჯოული გამოუვიდა რა. ეგ ქრონოგრაფის ვიდეოებსაც და გრამიანი სლაგები იდეალურად დაძრა და იდეალურად დააჯგუფა. აი, რა ვიცი, მე მომეწონა. ო იმით რო გადმოგცეთ სიტყვებით 42 მეტრი ჰქონდა სასროლი მანძილი, მეტი არ ჰქონდა და გრამიანი სლაგები დაახლოებით 20-22 მილიმეტრში ატრიალა რა, რაც უჭირს ჩაულებრივ არა ნახევრად ავტომატურად. უმეტესობა შეიძლება გაუჭირდეს. ხო, არის მოდელები, რომელსაც უჭირს ეს. თუმცა გაართვა ამ თავი რა. ძალიან კარგად გაართვა ამ თავი და მომეწონა რა. სროლები და კიდევ მე ვისროლე მიიყრით დავდე ეგ ვიდეოც იქნება და დაახლოებით 40 მილიმეტრამდე გაშალა, მეტი არა რა. და ჯერ მიაყარე ხო? ხო, ჯერით მივაყარე. მოდი გადავიდეთ M42-ზე. გადავიდეთ. გამიხილოთ ისიც. გამხუთოთ 1 2 3 სინქრონში. აბა რა გვაქვს ხა აქ? ხო, ესე იგი აქ რა გვაქვს ნახე. პირველ რიგში გვაქვს ძალიან დამაშინებელი იარაღი რა. ვიზუალი აბსოლუტურად სხვანაირია. ვიზუალი აქვს, აი რა ვიცი. მიდის სროლები რა, თან ნახევრად ავტომატია, წარმოიდგინე. კარგი პირველი რაც აქვს ის, რომ მე მაგალითად M40 მოვირკე რა, ბულპაპია და ჩემტანს მოერგო, მაგრამ მაღალი ადამიანებისთვის რთულია ბულპაპის მოგება, მაგრამ M40 აქვს ტელესკოპური კონტაქტი. მიშევათ, იდეალურად შეიძლება მოერგო ოპტიკაზე თვალზე რა, ყველაფერს. ერთი რაც არ მომწონს სიმძიმე ხო კი ბატონო, მაგრამ აი ეს ვერსიაც ძალიან სიმძგვალეზე, ამ ჩამოცმულია შრაუდერზე და თოფს აი ძალიან ამძიმებს რა. გვერდებია ძირითადად, ხო ჯერ ხო გძელია, მაგრამ აქ გვერდებია უკვე რა. აუ ფანრეზი დასამაგრებლად თუ რა ის არის. ჩვენ არ გჭირდება ასე ვთქვათ, მაგრამ შეიძლება დაჭირდეს ვინმეს, ხო? აუ ნადირობის ხრი შეიძლება გამოიყენოს ვიღაც. რაღაც თავისებურ კომპონენტებს დააყენებს რა, ფანარს ან ლაზერს. ან შეიძლება ზოგმა დააყენოს 45 გრადუსიანი დახრა არის, რომელზეც დააყენებ ან ღიას ან მიზნეს ან კოლიმატორს რა. აი, უბრალოდ მიზნია ხო, ახლა აი ამ ხელზე ხო მაგ დაკნობი. უკვე ხელი დამეღალა, იმდენად ბალანსი შუაშია გადმოტანილი რა. ნებისმიერი ზედმეტი კომპონენტი ამძიმებს პნევმატიკას რა. ხო, ანუ ეხლა შედარებისთვის მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ M40-ის კონსტრუქცია რაც არის, რეზერვუარი, შრაუდერი, ну ამას ეხლა ცოტა გრძელი მოდელი აქვს. რატომღაც ვიდრე M40, მაგრამ გადასატენი მექანიზმი, სასხლეტი და რეზერვუარი და შიდა აბსოლუტურად ყველაფერი არის იგივე, რაც აქვს M40-ს. უბრალოდ აქ ეთყობა იფიქრეს ჩინელმა მწარმოებლებმა, რომ რაღაც ტაქტიკურ ვარიანტში შეექმნათ ნახევრად ავტომატი და გამოიყენეს M40-ს, ალბათ დონორად, რა. შემდეგ მიიღეს ასეთი ტელესკოპური კონტაქტიც კარგია, კი ბატონო.
ხო, ამას ერთ პლუსი ის აქვს, რომ ლოყა აქ ჭირთან არ გიდევს, მაგალითად ჭირთან არ გიდევს, აერი არ გიბერავს. ხო, ეგ ერთი პლუსი. იმასთან შედარებით. ენერგეტიკებში იგივე არის. მოდი ვნახოთ აბა ამის მონაცემებიც და შევადაროთ იმასთან M40-თან. ბატონო, ქარხანა რას უწევს? ხო, ნუ ეს სტანდარტული ჭირი აღარ ამოვიდეს იგივე ძებშიც. ქრონოგრაფში განსხვავება უნდა 3 მეტრი წამი M40 ამ 3 მეტრი წამი არაფერი არ არის, რავი. ხო რა, დიახ, შეგვიძლია. ესე იგი, ამოვაბრუნოთ ჩვენ. ხო, უნდა ვთქვა კიდე 5 დიდია, 5-ია დიდი სატარიფო. ხო. ესე იგი, მოდელი M50, ლულა ძელი ქონდა. ლულა ძელია 51 სანტიმეტრია. ლულა. კალიბრი იგივე 4 და 5 5 და 5 და 635, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ 4 და 5-ია, ეს ტოპიც 4 და 5-ია. ეს FPS-ები არ მინდა, იგივეა 250 ბარზე იბერება, 25 მეგაპასკალი, 260 cc, ბალონიც იგივეა. ჭიდისში ტყუიების რაოდენობაც იგივეა. ნახე რა გვაქვს ხოლმე. შალო მოდი ეს მოიტანე და შევადაროთ რა. ვიდან მომწე. პირველ რიგში ლულა განსხვავდება სიგრძეში და სხვაობა გვაქვს თლიან სიგრძეში. ხო, წონაშიც ასევე. ნახე, ესე იგი M50-ს ხომია 51 სანტიმეტრი ლულა, M40-ს აქვს 46 სანტიმეტრი ლულა. ანუ 5 სანტიმეტრია, ხო, სხვაობა? დაახლოებით. ხო, დიდ არაფერს არ ცვლის, მიუხედავად იმისა, ქრონში ვნახეთ, რომ 3 მეტრი წამით მეტი ქონდა მოკლე ლულაზე M40-ს, რა. ნუ კიდე სხვა საკითხია, შეიძლება რედუქტორებია სხვადასხვა წნევაზე. შემდეგი ნახე, წონა M50-ს აქვს 3.5 კილო, 3 და 300 M40. ხო, 200 გრამით ეგეც ხოვდა და მთავარი სიგრძეებში 1080 მმ არის სიგრძეში M50. ანუ მეტრა 8 არის, მეტრა 8 არის და ეს არის 800 მმ. 800 მმ. პირად. სადღაც 20 სანტიმეტრით ნაკლები არის M40-თან შედარებით. და სხვა დანარჩენი იდენტური ნაჩვენებია. მაგალითად მე თუ მკითხავ, ნახე, მე რო ვიყიდო ეს იარაღი, პიკატენის რელსებს ყველა ვარიანტში დავაჭერი. ხო, მეც. და დაახლოებით ამას რო პიკატენის რელსი მოვაჭრა, 3 კილოზე ჩამოვა. დაახლოებით და ეს ვაფშე შეიძლება სულ დამჩაგდეს რა, რელსი რო შეუცვალო. იმიტომ რომ ამას იდეაში მთლიან შესაძლებელია. ხო, ძალიან დიდი რაღაც აქვს და აი რაღაც ამ სიგრძე მთლიანი რკინა. მაგრამ სიგრძე მაინც იგივე დარჩება რა. სიგრძე დარჩეს. სიგრძეს პრობლემა არ არის, სიგრძემეზეა რა. ერთი რა მინდა რომ თქვა. მოდელზე მინდა რომ თქვა ერთი სიტყვა. ანუ მოდელი ამასაც იგივე პარამეტრების აქვს. დიამეტრში, რა ვიცი, თუ მინდა გავუძიმოთ, ზუსტად არ ვიცი. და ამასაც იგივე პრობლემა აქვს, ანუ სხვა მოდელს ვერ დააყენებ ამაზე რა. მაგრამ იდეაში ისევ და ისევ ესეთი წვრილი მოდელები მუშაობს. ანუ ფურცელზეც გამოიჩინა თავის სტაბილურობაზე. წყნარია, მშვიდია. არ ვათქუნობს და არ უჭამს ტვინს ასე რომ ვთქვათ გარემოებას, სხვებს. და რა ვიცი, ეფექტური მოდელი აქვს რა. შვენიერი. აქ ნახე რაც გამომშვები ჰაისინი აქვს. გამანაწილებლებია. ეს ხებს არ აქვს ფოტოშოპის სხვა მოდელებს. არც ჭირდება სხვა მოდელებს. შალო, რას ფიქრობ მაინც შენთვის რომელი მოდელია მისაღები? აქ რეალურად რო გითხრა M40 იმის გამო რომ მე მოვირგე, კომპაქტურია, ბულპაპს ვისვრი, მიჩოული ვარ ბულპაპზე, სანადიროს წასვლას, ბენჩრეს და ასე შემდეგ. მაგრამ მე რო ვიყო 1.80 მ სიმაღლეში განიერი მხრებით, ყველა ვარიანტში ავიღებდი M50-ს, იმიტომ რომ ტელესკოპური კონტაქტით მე შემიძლია ჩემ ტანზე მოვიდო. რაც ყველაზე დიდი პლუსი აქვს კიდევ სახეს არ მივადებ
მექანიზმს და ჰაერი არ დამებერავს რა როგორც ამაზე, იმიტომ რომ ამას ვერ აღმოფხრი ვერც ერთ ვარიანტში, რადგან გაზგადამტენია და ყველა ვარიანტში ამო. და არის გამოსავალი რომ ოპტიკა დააყენო სადღაც ერთი კბილით უკან და всё, მორჩა რა პრობლემა. ნუ სახის უკან გაწევა მოუწევს ამ შემთხვევაში რა. არა არიან ჰაერი იმდონით არ უღერავს რომ სახე აგახიოთ. არა, მაგრამ დისკომფორტი ქონდა ეხლა და დისკომფორტი აქვს. ხო, კიდე კონდახებში რა, ანუ არიან, ჩვენ თქმის არ იყოს, შეიძლება არ იყოს მაღალი და ისეთი დიდი ტანის ადამიანი, მაგრამ რატომღაც არ მოწონთ ხოლმე ხის კონდახები. მით უმეტეს ბულპაპი. არიან ესეთი, ანუ გემოვნების საკითხი არის და ამ შემთხვევაში ორივეს გვთავაზობს პრინციპში მწარმოებელი, რაც დასაფასებელია რა, ეს ჩვენში რო ვთქვათ. არის რომ ზოგი პლასტიკის კონდახს კეთილს სათხმარობს ექსტრემალურ პირობებში. კლასიკურ ვარიანტში უფრო მისაღებია მაგისთვის ხელში დაჭერა და სროლა, ვიდრე ბულპაპი რა, ასე რომ სისტემა ერთია, არის განსხვავებული, ეს არის ბულპაპი დახის კონდახით, ეს არის კლასიკური ტაქტიკურ ვარიანტში პლასტიკის კონდახით და ამას მე მგონი ეს ემლუქები აქვს რაღაცების დაყენება აქაც შეიძლება. ამ ცეცხლსასროლიდან აქვს M50-ში რაღაცები დაგმოღებული რა. ბატონო, კონდახს რაც შეეხება, მართლა მაგარი ხარისხია რა. კარგი ხარისხია და მშვენიერი ნამდვილ ამისთვის ჩინელებს. რასვასიც კარგი ხარისხია არ არის. რაღაც მიჩეჩებული. არა, ძალიან კარგი ნამუშევარია რა ვიცი, რასაც ვუყურებ. ხო, იგივე სიტყვი ამის ხეზე რა, დამუშავებაა ძალიან კარგი, მიმზრასებული ინგლისურს და კარგია რა. საბოლოო ჯამში აკო ორივე ტოპი არის ძალიან კარგად აწყობილი, ძალიან კარგად არის დაბალანსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად ისროლა რა. ნახავთ თქვენ შედეგებს და მართლა გაოცებული დავრჩი ნახევრად ავტომატურის ფონზე, რომ ეს შედეგი მოიგო რა. რო აიღოთ მაგალითად სხვა ნახევრად ავტომატური მოდელები, ძირითადად ჩვენ ბაზარზე თურქული შემოდის, გაგაწამებთ უბრალოდ. არის ისეთი მოდელები, ზოგს ინერციული უკუცემო აქვს და ის ხო საერთოდ საშინელებაა. არავის კომპეტენციაში არ ვერევი და ანტირეკლამებს არავის არ უკეთებ, უბრალოდ რაც არის რეალური, ის ყოველთვის იქნება ჩემ არხზე და ყოველთვის გადმოვცემთ იმას, რაც პნევმატიკოსებს ზუსტად გამოადგებათ პრაქტიკაში რა. ჩვენი ახლით მაგიტომ შეიქმნა ასე ვთქვათ. კი. მოკლედ, შეჯამებისთვის მე ვიტყვი, რომ სანადიროთ არის ძალიან მაგარი მოდელი ორივე. და კიდევ ეს დავაყოლეთ, რომ როდესაც ვამბობდით, რომ ნახევრად ავტომატური არ არის ზუსტიო, რა თქმა უნდა არ არის ზუსტი განსაკუთრებით პელეტზე რა. ანუ ამ ტოპით პელეტის სროლას მე არავის არ უჩვენებ. იმიტომ რომ პელეტი ძალიან ფაქიზი არის მაგ შემთხვევაში და მიუხედავად ნახევრად ავტომატიც რო არ იყოს, ჭიდებსაც არ ვიყენებთ ხოლმე და ხელი გდებს ათითაო პელეტს, როდესაც ბენჩ-ტესტზე მონაწილეობთ ან პროცესზე ვესვით ხოლმე პრეციზიულად. ამ შემთხვევაში სლაგისთვის თუ გამოიყენებს მომხმარებელი იქნება იდეალური ახლა. სულთა სანადირო მით უმეტეს ნახეთ შედეგები რა დადო რა, რა ვიცი, კიდევ ერთხელ გაოცებული ვარ ამის შედეგებით და სანადირო ტოპებია, კარგად გათვლილი, დაბალანსებული და რავი, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ კარგია რა, მინუსებიც თქვით რაც აქვს და პლუსებიც თქვით რაც აქვს და სროლას უკვე თქვენ თვითონ ნახავთ და თქვენ გადაწყვეტთ როგორი იქნება, მოგერგებათ, არ მოგერგებათ და ასე შემდეგ რა. მოკლედ ეგ იყო. კი ბატონო. ჩვენ დაგემშვიდობებით, ვიტოვებთ სროლის კადრებს და იციან მომდეთ. ნახოთ რა შედეგს მოგცემს ამ მოდელთან. პირველად მოგ შეხება, პირველად ტესტავთ. ერთი შეხედვით
ცოტა ექსტრემალური მოსახმარი არის, ანუ ნახევრად ავტომატია ეს მოდელი და შეგიძლიათ ჯერი მიაყაროთ ერთდროულად. თუმცა სიზუსტეზე წინასწარ რო გეტყვით, რომ პრეტენზია არ გვაქვს და არც ამ მოდელს აქვს სიზუსტეზე დიდი მოთხოვნილება, ეს არის უფრო სანადირო საფლიკაო მოდელი, რომელიც დაგიკვაყოფილებთ მოჭარბებული სროლის სურვილებს. დანარჩენი ნახოთ ქრონში რას იზავს, ნახოთ გოგებზე რას იზავს და ფურცელზეც მივაჯგუფოთ რა. დავიწყოთ სროლა. ყოფი არის ნახევრად ავტომატი, გახსენებთ. რედუქტორი მუშაობს ძალიან მაგრად. კი, როგორც ჩანს, მაგრად მუშაობს. M50 ქრონში გრამიანის ლაგი. ნახოთ რას იზავს. $241. 242. ესე იგი 2-3-4-11 რაღაცა არის ნატყუილში. აქ ორი აქვს, ნახე. ანუ მეგობრებო, ეს მივაყარე. დაახლოებით არის 40 მმ ავტომატურად ნასროლი, რა. ან სწრაფი ჯერით. რაღაც 3 წამიანი ინტერვალით, რა. ძალიან მაგარი შედეგია, ხო? 3 წამიანი კი არა, 1 წამიც არისო სროლი დასროლა ვიდეოში გამო. ხო, არა, წამი არისო, ანუ წამიც არის. 3 წამში დავცალე აბოება მიახლოვებით, რა. და ეს თვითონ ჯგუფები, რა, ძალიან კარგია, ნახეთ. ეს. ხო. რა უჭირს, იგივეა რა, ფაქტიურად რა. ერთი გაიქცა ამას, ერთი რო გამოაკლო, იგივე ჯგუფშია რა. კი, ძალიან მაგარი. 150-ზე M40. მივაყოლეთ რა, აბა. ეს არის 3. გიჟი თოფია ძალიან ზრა.